გამარჯობა, მოგესალმებით. სალამი. აი თელიანი ველის მიერ გამოგზავნილი აი ამ ღვინით. დღევანდელ დღეს ჩვენ შეხვედრას გაუმარჯობ. 2014 ახლა რა მაგარი. ბოლო პარასკევი. ჩემი ჭიქა. ეს არის შენი. როგორი საახალწლო ის არის, ხო უკვე? მე არ მინდა. კი. საახალწლო ამერიკო. ჩვენ უკვე ყველაფერი გავიარეთ. ეს ახალი წელი. ეს ჩვენ. ეს არის თვალწვები წინანდალი. დიახ, თელიანი ველის ტვიში გავხსენი. ტვიში ძღვა, არა, მე მგონი წინანდალი გავხსენი. არა, ტვიში გავხსენი. არ ვიცი, იქ არის ბოთლი. გახსენით სწორად მოგირგიათ, იმიტომ რომ დღეს ვაკეთებ სუპს. სოლიკაური ცოტა ტვიში. მოგემრო ექნება და ძალიან მოუხდება ტვიში კი. კი? აჰა. ტვიშის აი, მიყოლება არა გავხსენია. მართალია არ მკითხეთ, მაგრამ სწორედ გაგიხსნით. კიდე გავხსნა, ნუ. არა, მეტი აღარ გახსნა ტვიში თუ. არა, ამერიკო წინანდალია გასული, ასე რომ ტვიშიც უნდა გავხსნათ. ხო? გამოსავალი ნაპოვნია ამ ხანაგებო. ხო, ეს წინანდალია მართალი ხარ. კარგი, აქ რა არის? მოკლედ, რას ვაკეთებთ დღეს? დაკვირვებული დიასახლისები ალბათ შეამჩნევდნენ, რომ ბაზარზე გამოჩნდა მიწისვაშლი. ვიცით რა არის მიწისვაშლი? აი, ეს არის მიწისვაშლი. პრინციპში მიწაც ვიცი, ვაშლიც ვიცი, მაგრამ ეს არის მიწისვაშლი. კოჭას გავს. ბაიკო, შენც არ იცი? ეს პირველად ხედავ შენ. ეს არის მიწისვაშლი. ესე ქვია, მიწის ვაშლს ვეძახით ჩვენ. რისი ძირია, რისი ფესი? ეს არის მზესუმზირის ოჯახია. ულამაზესი ყვავილი აქვს, რომელიც დიდად იზრდება და მზესუმზირას გავს. პირველად გავიგე. და ქვია მიწის ვაშლი, თუმცა არც გემო აქვს ვაშლი და არც ფორმა, მაგრამ რატომღაც ჩვენთან ქვია მიწის ვაშლი. დატანჯულ კარტოფილს გავს. ხო, ეს არის ფესვი ბოსტნეულია. ქართულია კი. არა, რა საჭმელში ქართულში არის. ხო და აი მაგაშია საქმე. არა, არის ხმარება, მე არცად არ შემხედრია რაიმე კერტში მიწის ვაშლი. ყოველთვის უფრო ესე უმად თუ შევჭამდით ხოლმე, როცა ხედავდით, რომ იყო სეზონზე. ეხლა არის სეზონზე, არის ძალიან ჯანსაღი ბოსტნეული, არის სასწაული რაოდენობის რკინა, მასში ძალიან დიდი რაოდენობით რკინა არის, პოტასიუმი, რომელიც პოტასიუმი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ელექტროლიტია ორგანიზმისთვის, წნევას და რეგულირებას. არა, მაგრამ რასაც ჭამ, მაინტერესებს ხოლმე რომ ვიცოდე რა ვჭამ და ვკითხულობ. აბა რა. რაც შეეხება ვიტამინებს, იმდენი რაოდენობით შეიცავს რაღაცა C, E, B ვიტამინებს, მაგრამ დიდი რაოდენობით არა. რკინა არის მასში ძალიან ბევრი რკინა. აი ეს დავიმახსოვრეთ. და ეხა არის სეზონზე. არის, ეხა გაგითლით ერთხელ შენ რა სჭამ ბაიკო, შენ პირშუშ ხარ სჭამ. არა? ეს შეჭამე. ტკბილი ბოლოკის სკემა აქვს. ხო და ხრაშუნა, ძალიან დიდი ხრაშუნა ტექსტურა. საინტერესო მე ძალიან მიყვარს. ქვია მიწის ვაშლი. ეხა მიწის ვაშლს ინგლისურად ეძახიან Jerusalem artichokes, artichokes ეძახიან, თუმცა არც საერთო არა აქვს იერუსალიმთან ამ ხილს თუ ბოსნეულს და არც არტიშოკი არ არის, რატო ეძახიან ამას? არის, მოკლედ გავარკვიოთ. ეს მოყალიბდა მსოფლიო რა. ხო, არა, თავისი ლათინური სახელწოდება რაც აქვს, რაღაც გრძელია და აღარ მახსოვს. მთელი მსოფლიო უფრო ამერიკა, ცენტრალური და ჩრდილო ამერიკიდან მოდის ეს კულტურა. ეძახის Jerusalem artichokes. მაგრამ არტიშოკი ეს არ არის. ჩვენ ვეძახით სხვა რაღაცა არტიშოკი. ჩვენ ვეძახით მიწის ვაშლს. ჩვენთან მოიპოვება? ჩვენთან იყიდება ეხლა არ სეზონზე მაგას მოდის. კი, ჩვენთან, აი ფესვია. აცერდია მიხედეთ. ძალიან მარტივად ვრცელდება. მოკლედ ეხლა ცოტა ხანი იქნება ეს ბოსტნეული ბაზარზე და მე ყველას გირჩევთ რომ შევიძინოთ, მოვამზადოთ. კერძები, აი მაგას ვიტყვი ეხლა, ეს არის ჩვეულებრივად როგორც კარტოფილს ვამზადებთ, ისე შეგვიძლია მოვამზადოთ. არის ფანტასტიკური გარნირი. ბევრად უფრო ჯანსაღი, ჩემი აზრით გემრიელიც, იმიტომ რომ ცოტა რაღაცა მოტკბო რაღაცნაირი გემო დაკრავს. და გემრიელი ნამდვილად. ჩემის აზრით გემრიელიცო ისე თქვა რომ ძალიან უგემრიელი. უფრო გემრიელი ვიდრე კარტოფილი. როგორ არ მინდა? მოკლედ დავიწყოთ. ორი რაღაც მინდა მოვამზადოთ დღეს ამ მიწის ვაშლით, ერთი სალათი, რომელშიც მიწის ვაშლს გამოვიყენებ და ერთი სუპი. სუპი უკვე დადგმული მაქვს აქ იხარშება, ეს ბოდიში გვანც. იხარშება, ნახე თუ ჩახედავს კამერა, ის ყვითელი რაც ჩანს ეს არის კარტოფილი, ან ცოტა არის კარტოფილი და დანარჩენი სულ ეს მიწის ვაშლია. თითქმის უკვე მზად არის ეს მასა, ამიტომ სუპიც მალევე შეგვიძლია დავიწყოთ და დავამთავროთ. რა ჩამი, რაღაცა ჩამი. აბა რო დაასტიკაბაზე ისა? რაღაცა ჩამი. რა ხალხში მაქვს აქ.
ვისუთმე ნამდენი ხანი. კარგი, კარგი. დავიწყოთ, მოდი დავიწყოთ სალათით. ძალიან მარტივი ჯანსაღი სალათი იქნება. რადგან ტექსტურა ისეთი აქვს ამ მიწის ვაშს, მაიკო ხო გასინძ ძალიან ხრაშუნაა. ვეცადოთ რომ მოვარგოთ ესევე ხრაშუნა ბოსტნეულები, რო სტრუქტურა ის ამას უკვე უხდება. მიწაში რომ მოხდებით მე რომ აქ მაქვს სტაფილო დაჭრილი. დაჭრილი ბოლოკი. დაჭრილი კიტრი. ის მეტი რა გვაქვს. ცხალი, აი ეს ჟულიანებად დაჭრილი. აი რომელი მსხალი იცით? მაგარი მსხალი რო არის ხო? გემრიელია. ხანს ეგ იმაში უნდა ჩავგეგდო. ერთად იქნება ძალიან გემრიელი. ესენი გადაგიყარო არ ჭირდება. მოკლედ კიდევ ერთხელ აქ ჩავყარე მიწის ვაშლი, ესე დაჭრილი. არა, მიწის ვაშლი არ ჩამიგდია. არა, მიწის ვაშლი ხომ უნდა ჩავდო. ბოლოკი, მსხალი, სტაფილო და კიტრი. გვინდა მიწის ვაშლი, რომელსაც შეჭამეთ ხო, რაც გქონდა? აიდან. არა. გამიცლება იქნება. აი, აბა საიდან იცოდი ისე გემოქონდა მე ხო არ მოვკითხე შეჭამე. აი არ უჭამია მართლა. მოგიგნაო. ციცმატი ცოტა. ის რაღაც ხო. ისე არის და. იცი რა ეს პროკაი გასათლელია მომეცი? ეკო, კი. ციცმატი. ტრასაბოგებით უნდა წარხუნა. შინკი. ესევე დავჭრა ამერიკო სიგრძეზე. ხო, აი სიგრძეზე დაჭერი ჟულიანებად როგორც ის გქონდა. ჟულიანს რატო ეძახი? ჟულიანი ჩვენ სხვა რამე ვიცით. ჟულიანს ეძახიან, აი ესე დაჭრილს ჟულიანს ეძახიან. და ესე აჰა, ვახერახე. ნაჩქარავად შენ. მას ვერ მასვალი დიდი საუბრში. ვერა. ვერ მოასწრო, მე ვარ მიწის მიაწეხი. მოწმე რატო ვარ? მოწმე ვარ. ის შენი ყავი სამზარეულოში არა, ჩაიარე შენ. არა, მე ვიყავი საგრიმიორში, შენ რო ვიყავი არა, თქვენ მშიერი. წარმოგეთ რატო ვერ მოვასწარი, იცი? იმიტომ რომ ოჯახს მომზადებდი და ამზადებაში დრო შემომეცვალა და მე ვეღარ საუზმეს უმზადებდი ოჯახს. დიახ. კარგი გოგო ხარ. ვერ მოგიგნე მე შენს, მოგიგნე. ვეღარ მოვასწარი, მე აი, დამჭრა ბაისკივე ბაიკო. წყნარად იყო რა შუა დღეს შევჭამოდა. ნუ მე ხო ზორ. და მოდი გადავიდეთ ახლა соуსზე. მარტივი соуსი უნდა. ხო, ერთი რაც მინდა გითხრათ, არ დამავიწყეს ეს კარტოფილივით უცებ იცვლის ხოლმე ფერს ვაშლივით უფრო, იმიტომ რომ კინაა ბევრი. ამიტომ თუ გავთლით, შეგვიძლია წყალში დავტოვოთ ცოტა ლიმნიან წყალში, ან ეგრევე უნდა ვიხმაროთ, რომ არ გაგვიყვილდეს. ბაი, კიდე რომ მინდა ეგა. მეც დავეხმარები, გინდა ბაიკოს და გავთვალ. მოდი. და გადავიდეთ соуსზე. соуსისთვის გვინდა აბა ხო. მე მინდა ჩემი ღვინო. მე მინდოდა ჩემი ჩანგალი რომ მოგენა ატარო ბაიასთან. შენ გინდა ხოლმე კარგით იყოს კოვსი. გვინდა ზეითუნის ზეთი, ზეითუნის გარშე არაფერი არ გამოგვივა. ვაშლის მარი მაქვს აქ ცოტა. აურიოთ ერთმანეთში. ბაიკო შენ გეხვეწები მომიძებნე. რა? მარილი. ჩავყვინთე. ჩაყვინთე ბაია. აბა ზეითუნის ზეთი და ვაშლის ძმარი. და რაღაც დიდხანს დავიკარგე მეგობრებო. ბაია, ჯერ არ დაგილებია. არა, მარილი. როგორ მინდა რომ ერთხელ ეს კრანი ჩამოიწიოს და უკან ნახო, ხახვა, დაინახოს რა დე. ჩამოვიდე, დამხმარე მირი ძალა. ბან, ჩადი შენ. კარგი, ეხლა ვიდრე ესენი მარილს ეძებენ. შაქარი და შაქარიც მინდოდა. მოკლიანოსი, ერთ წუთს იჩვენე, ქეთი. ისმე. ორი სამყაროში არის აი მე გვასა გეხოცა. დიდი ამბები ხო? ხო. დიახ, მაგას დიახ, მე დიახ. მე ეხლა მე ამ წუთში მე სხვა გიმა ვარ, სხვა შემოთხი. თორე ესე გარ დამთავრდა რა. მაშინ ღვინოზე გველაპარაკე, რა? ჭიდაობაში იყო ყველაფერი, კარგად. ეხლა და დამაწყებინე მაინც რა. მანდაც არის ეს ყველაფერი რა. მართლა? კარგი, მოსვი. არა, დღეს არჩევნებია და დაალაგდება იმედია რა. თელიანი ველი მოსვი. მე სხვათა შორის ის არა ქვია. ძალიან გემრიელია. შენ რასაც ვაო? მე წინანდალს. იგივეს რასაც მე? არა, შენ ტვიში გისხია შენ და მე ტვიში წინანდალს. გისხია, მე წინანდალი და კიდე ცოლიკოულია. ამასობაში გამოხჩა რაღაცა. ამასობაში მოდი გავაგზავნებ და დავასრულებ უცებ სალატს და გადავიდე სუპზე. ეს არის. აი, მიდი მოკლედ სალატში კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მაქვს სტაფილო, მიწის ვაშლი, ესე ჟულიანებად გრძლად დაჭრილი, მაქვს ბოლოკი, კიტრი, წიწმატი, ფოთლები და соуსად შეეხება არის ზეითუნის ზეთი, ვაშლის ძმარი, მარილი, პილპილი, ცოტა შაქარი. გადავასხათ ახლა ეს. ცოტა სიმწარეა რა. გინდა? გინდა სიმწარე? კი. მართლა? არ გვინდა რა. კაი, არ გვინდაო. გადავასხი ეს соуსი, ესე ამოვყრი ახლა ერთად და ბოლოს შეგვიძლია მსხალი გამომრჩა, მსხალიც გვაქვს სალატში. და მსხალს ძალიან უხდება კომბინაცია ეს მოტკბო. ყველი.
ცოტა ისეთი ხასიათიანი ყველი გვაქვს, ქარხნის ყველს ეძახიან ამ პოსტ ვარსები. ცოტა გუდისაც წააგავს. ხო. და ძალიან მოუხდება ამ სალატს. ხო, ეს სუნი თავის რაღაცა მადის ამხსნებ მომენტს ატარებს თან, იმიტომ რომ ესეთ სალათაში ცოტა რაღაცა ისეთ უნდა გემართება, იგივე გჭირს. მერიკო, რა ღვინო მოუხდება? სალატს, ხო, ამ სალატს ძალიან მოუხდება თეთრი ღვინო. ყველა შემთხვევაში თეთრი ღვინო უნდა. ცოლიკაური იქნება, ტვიში. შეგვიძლია ცოლიკაური, რომელიც ცოტა უფრო მსუბუქი და ისეთია. შეგვიძლია წინანდალი. წინანდალი უფრო მძიმეა ვიდრე ცოლიკაური. ხო, მაგრამ შედარებით ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მე არ ვარ პროფესიონალი ამ საკითხში. უფრო მძიმეა წინანდალი. ცოლიკაური უფრო მსუბუქი ღვინოა. ტვიშიც ძალიან მოუხდება, სალათია და ნახევრად ტვილი. ღვინო ძალიან მოუხდება. და ღვინო და კერძი ერთმანეთს არომატებს აბალანსებენ. და მე გადავალ სუპზე. რომელშიც უკვე დაემატა ინგრედიენტები, მერიკო. სუპს ინგრედიენტები დაემატა. აი, მომეცით და თებში და ჩანგალი მანდ ვეგიდე. მოდი კიდე გავუმეორებ მაყურებელს, რომ ეს არის მიწის ვაშლის სუპი, ცოტა კარტოფილი და ბევრი მიწის ვაშლი მაქვს აქ ჩაყრილი, დაახლოებით 600 გრამი თუ იქნება მიწის ვაშლი, ერთი საშუალო ზომის კარტოფილი უნდა ჩავდოთ. ი დაფნაც არის? დაფნა შევახარშე, როზმარინი, პრასი, შევახარშე არის რა გეტყვი, აგიხსნი. აი, ერთად მოხარშავ და მე ამოიღებ, იმიტომ რომ დაფნა სუპში აღარ გჭირდება. აჰა, ჩემს სოხალ. როზმარინსაც ამოვიღებ. პრას რაც შეეხება, პრას დავტოვებ შიგნით. პრასი გვაქვს ხო? ხო. კარგი. მე რა უნდა დააბლენდერო, მერიკო? ეს უნდა დავაბლენდერო, ამას ცოტა ნაღები უნდა ჩავასხა ახლა. ნაღები. მე რა უნდა დავაბლენდერო. გემოსთვის თუ რაღაც სხვა რაღაცა. აუ, რა მაგარია. მოგეწონა? როგორ მოგიღო ჩემთვის დაგწყლებოდა ხელები? ძალიან გემრიელია. ღვინო უნდა მიაყოლო, მაშინ არის რაღაცა ფუღებიო. ესე გააკეთე ხა, როგორც წესია მოგიდე ქვემოთ ხელი. ერთ ძინა. მოგეუბნები, დამიჯერე. წინგიდებს სალათას და ღვინოს და ჩვენი მეგობარი მედლეა. ეს ჩვენი მეგობარი მედლეა. ნაღები ჩავასხი, მარილი პილპილი, გვინდა აუცილებლად სუპისთვის. და შემდეგ ამ მასას დავაბლენდერებ, მივიღებ სასურველ კონსისტენციას, შეგიძლია ცოტა სქელი დატოვოთ, ცოტა თხელი, როგორც თქვენ გნებავთ და ბოლო შტრიხები არის უკვე მწვანე ხახვი და ოხრახუში ზემოდან მოსაყრელად. სულ ეს არის. კარგი, მე მიხარი. მოგეწონათ? კარგია. მართლა? მაგრამ აი ღვინით აი სასწაულია. მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი რაღაცა დაგიმალო. მაგრამ არის უგემრიელი, ძალიან კარგი. და აუცილებლად ამ ტიპის სალათებს რო ჭამთ, სულ გქონდეთ ის თავში, რომ აი ძალიან დიდ პატივს წევს საკუთარ ორგანიზმს. სხვათა შორის თელიანმა ველმა ძალიან საინტერესო ონლაინ კონკურსი წამოიწყო, რომელსაც მოგიყვებით ცოტა ხანში. შემდეგ ბლოგში ჩვენი გადაცემის, სადაც Facebook-ზე მათი გვერდის საშუალებით შესაძლებელია ძალიან მარტივი კონკურსის წესით ძალიან კარგი პრიზების და ღვინოების მოგება. ძალიან ისეთი ადვილი ცოდნა არის მხოლოდ ამისთვის საჭირო. ანუ რეკლამის ელემენტარული ვისაუბრებთ. კი, მე მასწავლი როგორ შევიდე, ხო? გასწავლი როგორ შეხვიდე და გამოვცადოთ რა ვიცით და როგორ შეიძლება ერთი შტრიხი დამჭა ჩემს სუპზე ვიტყვიბარი რა. პირშუშხა, როგორ დამავიწყო აქ მედო პირშუშხა. აი, ესეც კიდე ფესვი პოსტნეული, რომელსაც აქ ისეთი არომატული და ძლიერი გემო და ძალიან ხო, მოდი პირშუშხა ვთქვათ, მაინც ხრენ, იგივე ხრენს რო ვეძახით კი და ეს უნდა ჩავახეხოთ ბოლოში სუპს, რომ რაღაცა თავისი არომატები და ეს ინტენსივობა ძლიერი არომატიკი ცოტა რა თქმა უნდა. და სუპი მზად არის კი. მე ხარ რეკლამაზე ამას უკვე მოვათავებ და მე შედეგს მოგიყვებით. კარგი, რამდენიმე წუთი დაგიბრუნდებით.